გამარჯობა, დღეს 15 ივლისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1990 წლის 15 ივლისს დაიბადა მილოუკი ბაქსის ამერიკელი კალათბურთელი დემიენ ლილარდი. ის ითვლება თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებლად. 1991 წლის 15 ივლისს დაიბადა ბრაზილიელი ფეხბურთელი დანილო. კარიერის საუკეთესო წლებში ის თამაშობდა პორტოში, მადრიდის რეალში, მანჩესტერ სიტიში და იუვენტუსში. 1606 წლის 15 ივლისს დაიბადა ნიდერლანდელი მხატვარი, ფერწერისა და გრავიურის ოსტატი, ჰოლანდიური ფერწერის ოქროს ხანის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი რემბრანდტი. ის საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მხატვრად. 1989 წლის 15 ივლისს დაიბადა ამერიკელ-სლოვენიელი ყოფილი კალათბურთელი ენტონი რენდოლფი. 1976 წლის 15 ივლისს დაიბადა იტალიელი ყოფილი ფეხბურთელი მარკო დი ვაიო. 1982 წლის 15 ივლისს დაიბადა ვენესუელელი მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი აიდა იესპიკა. 1976 წლის 15 ივლისს დაიბადა გერმანელი ყოფილი მოდელი, მსახიობი და პროდიუსერი დაიან კრუგერი. 1954 წლის 15 ივლისს დაიბადა არგენტინელი ლეგენდარული ფეხბურთელი, მწვრთნელი და ამჟამად საფეხბურთო კომენტატორი მარიო კემპესი. ის ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად. მისი დიდი დამსახურებით 1978 წელს არგენტინა გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ის გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და მოიგო როგორც ოქროს ბუცი, ასევე ოქროს ბურთი. 1963 წლის 15 ივლისს დაიბადა დანიელი მსახიობი, მოდელი, მომღერალი და ტელეწამყვანი ბრიჯიტ ნილსენი. 1936 წლის 15 ივლისს დაიბადა ქართველი საესტრადო მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი ნანული აბესაძე. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.